ერთიანი ეროვნული გამოსვლა ფიზიკაში 2017 წელი ამოცანა ნომერი 14. ნახატზე გამოსახულია X ღერძის გასწვრივ მერხევის სხეულის სიჩქარის გეგმის დროზე დამოკიდებულების გრაფიკიო, რისი ტოლია რხევის სიხშირე. ხო, სიხშირე რომ გავიგოთ, ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება პერიოდის ცოდნა და გავარკვევთ ახლა პერიოდი რის ტოლი არის. ახლა დროის საწყის მომენტში სხეულის სიჩქარე იყო 0-ის ტოლი, ესე იგი ეს ჩვენი სხეული მაქსიმალურად იყო გადახრილი წონასწორობის მდებარეობიდან, შემდეგ ნახევარწამში უხდება სიჩქარე მაქსიმალური 0.5 მეტრწამი, შემდეგ 1 წამში ისევ 0 უხდება, შემდეგ წამნახევარში უხდება -0.5 გეგმილი და 2 წამში უბრუნდება თავის საწყის მნიშვნელობას. შესაბამისად, პერიოდი, დროითი პერიოდი, როდესაც სიჩქარე თავის საწყის მნიშვნელობას უბრუნდება, არის 0-დან 2-მდე, 2 წამი. ტ-უდრის 2 წამს. თუ გავითვალისწინებთ, რომ სიხშირე არის პერიოდის შებრუნებული სიდიდე, პერიოდი ვიპოვეთ, რომ არის 2 წამი, ვიღებთ 1/2-ს, რაც არის 0.5 ჰერცი. ანუ საბოლოოდ თუ დავწერთ ახლა ჩვენ პასუხს, ნიუტონი ყოფილა 1/2-ით ჩავწეროთ, მოდით 1/2 ჰერცის. ეს არის პასუხი B.